ახლა კი თემა, რომელსაც სტუმართან ერთად განვიხილავთ. ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექტორების გადამზადებას იწყებს. მათ უცხოეთიდან ჩამოსული ტრენერები მოამზადებენ. რომელი ქვეყნის სპეციალისტები ჩაატარებენ ტრენინგებს და როგორ მოხდება ინსპექტორების შერჩევა? ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერნაია მოვიწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით. მადლობა. როგორც ვიცით, დღეიდან იწყება გადამზადების პროცესი. რა ფორმით მოხდება ამ ადამიანების გადამზადება და სულ რამდენი ინსპექტორი იქნება ჩართული? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. დღეიდან დაიწყო ნამდვილად შრომის ინსპექტორების მომზადება და გაგრძელდება ერთი კვირის მანძილზე. ეს არ არის ერთჯერადი და ეს გაგრძელდება წლების მანძილზე. ეს არის შესაბამისად სხვადასხვა მოდულია გათვალისწინებული. ამ ტრენინგთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს და სიმბოლურია ის, რომ დაიწყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თანადგომა გამოუცხადა ქვეყანას და პირველ რიგში პირველად ხდება ქვეყანაში შრომის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ტრენინგების. თვითონ ჟენევის ოფისიდან არიან წარმომადგენლები ტრენერები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე არიან ბილბაოს ოფისიდან, ეს არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ევროპის სააგენტოდან წარმომადგენლები და ადგილობრივი, თავად ადგილობრივი შრომის საერთაშორისო პირველ ეტაპზე გადამზადდება შერჩეული 25 ინსპექტორი, შრომის ინსპექტორი, ამასთან ჩვენ გვყავს არეზერვოს, ასე ვთქვათ, სია, რომელიც დამატებით იქნება შემდეგ ეტაპზე ტრენინგები იქნება რა მიმართულებით? პირველ რიგში, რადგანაც ეს არის საწყისი და ვინაიდან შესაბამისი კომპეტენციის კადრი ქვეყანას აქამდე არ ყოლია 2006 წლიდან მოგეხსენებათ, რომ ეს სისტემა ინსტიტუტი გაუქმდა და შესაბამისად ბაზარი დარჩა ამ კადრის გარეშე. იწყება საბაზისო, ანუ ფუნდამენტური ცოდნით, რაც წარმოადგენს შრომის ინსპექცია, რაც წარმოადგენს რა თვისებების, რა ფუნქციების მატარებელი უნდა იყოს. ამასთანავე მოხდება გაცნობა შრომის საერთაშორისო სტანდარტების, იმ ტექნიკური რეგულაციების, არსებული კანონმდებლობის ევროპაში და გამოცდილების გაზიარება. კონკრეტულად რა ფუნქცია ექნებათ, მაინც რომ განუმარტოთ მაყურებელს შრომის ინსპექტორებს, რა უნარები უნდა გააჩნდეთ მათ იმისათვის, რომ ეფექტურად და სწორად განახორციელონ რამდენად საკმარისი იქნება კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ეს ტრენინგები? ერთკვირიანი ტრენინგები. ეს ერთკვირიანი, ამიტომაც მოგახსენეთ, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის და სწორედ აქედან გამომდინარე ეს არის საწყისი და ეს არის ეტაპობრივი პროცესი. შესაბამისად, არა მხოლოდ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც დონორი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას შრომის ინსპექტორების გადამზადებაში, არამედ არიან სხვადასხვა ორგანიზაციები დონორის სახით წარმოდგენილები. ევროპის პროექტი მოგეხსენებათ, ეს არის პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების რეფორმების პროგრამა ხელშეწყობის, სადაც თავად ევროპელი ექსპერტები შრომის უსაფრთხოების სფეროში უწევენ ექსპერტულ გამოცდილებას უზიარებენ საქართველოს, მათ შორის ძირითადად შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაში, რომელიც დღემდე არ არსებობს და აქედან გამომდინარე საჭიროა საკანონმდებლო ბაზის არსებულის რევიზია, გადახედვა მისი და შესაბამისად. 25 ადამიანი, რომელიც გაივლის ტრენინგს ერთ კვირის განმავლობაში პირველ ეტაპზე, რა კრიტერიუმით შეიჩნენ ისინი? ეს 25 ადამიანი. პირველ რიგში მინდა გაგიზიაროთ ის, რომ ჩვენ ვისარგებლეთ იმ ინსტრუქციებით, რომელიც გაგვიზიარეს თავად ევროპელმა ექსპერტებმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რითაც მოხდა შერჩევა ადგილობრივად შრომის ბაზარზე. ეს იყო სხვადასხვა განათლების, მათ შორის არიან იურისტები, ტექნიკური განათლების, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის პირობების მონიტორინგი, ანუ ინსპექტირება შემოწმება. იურისტიკიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექტორი აუცილებლად უნდა ასევე დამატებით, როდესაც ამუშავდება რა თქმა უნდა, კანონმდებლობის აღსრულებისათვის პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, პირი თავისუფლად კვალიფიკაციით იურისტი. მინდა დაუბრუნდეთ ჩემს შეკითხვას, კონკრეტული უფლება, მოვალეობები და ფუნქციები შრომის ინსპექტორების. რას გააკეთებენ ისინი კერძო კომპანიებში, რისი უფლება ექნებათ რეალურად? თქვენ თუ მეკითხებით სამომავლოდ ზოგადად საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული შრომის ინსპექტორი, როგორც არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, როგორც უნდა იყოს, ეს არის ის, რომ მათ ობიექტურად უნდა მოახდინონ იდენტიფიცირება იმ დარღვევების შრომის უფლებებთან, შრომის პირობებთან, შესაბამისად უნდა მოხდეს რისკის ანალიზი, რასაც მხოლოდ ფუნდამენტური ცოდნა ვერ უზრუნველყოფს და ამიტომ მათ საჭიროებს უფრო კომპეტენტურ ცოდნას და განათლებას და გამოცდილებას და შესაბამისად მოხდება წინადადებების, რეკომენდაციების
და რიგ შემთხვევაში თუ კი ეს არ იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, სამომავლოდ არსებობს ამის რეაგირების პრობირებული მექანიზმი. ქალბატონელზე ჩვენ გვახსოვს რომ ის ინსპექციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბრები იყო აქამდეც და ეხლაც მიმდინარეობს. მე როგორც ბიზნესმენს ვთქვათ, რა გარანტია მაქვს რომ როდესაც შრომის ინსპექტორი შემოაჩენს კომპანიაში ის იქნება კვალიფიციური? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. სწორედ სამწუხარო ის ფაქტია, რომ ბევრი ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელი ამას აღიქვას როგორც დაშინების, როგორც ზეწოლის ბიზნესის ზეწოლის ინსტრუმენტს. ეს არ იქნება ნამდვილად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით გამართული ქმედონარიანი სისტემა, ის ინსტიტუტი, რომელიც ხელშეუწყობს ბიზნესს მდგრადი ბიზნესის შენარჩუნებაში. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ გამართული და ღირსეული შრომის პირობა დასაქმებულს უფრო მეტ მოტივაციას და პროდუქტიულობას და შესაბამისად რამდენად იქნება კომპეტენტური კადრი აქედან გამომდინარე თქვენ მოგეხსენებათ რომ ამ ეტაპზე ხდება ესე იგი ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამა ეს არის შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა რომლის ფარგლებში ხდება მოხალისეობრივ საწყისზე ასე ვთქვათ მდიდრი კომპეტენტური კადრი შევა და განახორციელებს თავის სრულუფლებიან ასე ვთქვათ ფუნქციას სწორედ ისინი მიიღებენ და ისინი შევლენ იმ კომპანიებში, რომლებიც გამოხატავენ სურვილს, რომ მათ კომპანიებში შევიდნენ. ამ შემთხვევაში მე გულისხმობ იმას, რომ თქვა ბიზნესად ჭირდება გარკვეული გარანტიები. ქალბატონელზე მთავარი კრიტერიუმები, რითიც შრომის ინსპექტორები შეაფასებენ კომპანიას და შეამოწმენ. ეს იქნება შრომის უფლებების, ასე ვთქვათ, აღრიცხვა, როგორ ხდება, ვთქვათ, ხო ხდება ექსპლუატაცია ადამიანებს და შემდეგ. აი, რო ჩამოთვალოთ დეტალურად რამდენიმე პუნქტი მაგალითად. მოგახსენებთ პირველი ეტაპისთვის, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში არის დაგეგმილი, ეს ეხება შრომის უსაფრთხოების ნორმებს. რამდენად გამართულია შრომის უსაფრთხოება, გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ არ არის სრულყოფილი, არ არის ნამდვილად სახარბიელო და აქედან გამომდინარე პირველ რიგში დავიწყეთ ესეთი აქტიური ნაბიჯის, კრედიტი ნაბიჯების გადადგმა შრომის უსაფრთხოების მონიტორინგისა და მის ინსპექტირების კუთხით. რაც შეეხება თვითონ უფლებებს, იქედან გამომდინარე, რომ შესაძაც იქნება სახეზე უკვე სრულყოფილი კომპეტენცია, ექნებათ შრომის ინსპექტორებს, უკვე ისინი განახორციელებენ. ვადებზე თუ არის საუბარი, რა ვადით შეუძლიათ თქო დარჩეს კომპანიაში და შეამოწმოს. თუ ეს არ არის განსაზღვრული. ეს პროგრამის ფარგლებში თუ მეკითხებით, ეს არის 7 დღე და დამატებით კიდევ შეიძლება 7 დღით კიდევ გახანგრძლივდეს. იქიდან გამომდინარე ამხელა არის საწარმოს მასშტაბი. ანუ მაქსიმუმ ორკვირიანი სამუშაო პროცესი იქნება ინსპექტორებს. კაპიტანზე, რამდენად სჭირდება საქართველოს დღეს შრომის ინსპექტორი თქვენი აზრით? მოგეხსენებათ რომ ზოგადად შრომის ინსპექცია ეს არის კარგი ქვეყანაში კარგი მმართველობის და ღირსეული შრომის გარანტი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში ვაშენებთ. თუმცა ბიზნესის პრეტენზიებიც კარგად გვახსოვს. რასაკვირველია, თუმცა მე ვერ ვიტყოდი რომ ბიზნესი ესე ხისტად არის, ძალიან ხისტად არის დამოკიდებული. ჩვენ მქონდა ბიზნესთან ჩვენი პარტნიორები არიან უშუალოდ სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების ასე ვთქვათ, პრობლემა ხომ არ არის კაპიტანზე? კარგი კითხვაა ნამდვილად ეს კითხვა არაერთხელ წამოჭრილა დამსაქმებლების მხრიდან და გამჭვირვალობის საკითხი რამდენად იქნება თვითონ ეს პროცესი გამჭვირვალე და აქედან გამომდინარე სწორედ საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს სამხრივ დიალოგის სამხრივ ფორმატში მოხდეს ამ პროცესის ქალბატონელზე ობიექტურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საინტერესოა ერთი საკითხი კიდევ ვინ გადაუხდის ხელფას ამ ადამიანებს და თავად პროცესი იქნება ძალიან რთული იმიტომ რომ სერიოზული მსხვილი კომპანიების შემოწმება მოუწევთ ინსპექტორებს. ხომ არ არის იმის ვარაუდი, რომ შეიძლება რაიმე თქვათ ფარული გარიგებაც მოხდეს ამ შემთხვევაში. რამდენად ვიქნებით დაცული ესეთი პროცესებისგან? მე ვახსენე კიდეც ეს სოციალური და სამხრივი ფორმატი, რაშიც ჩართულები არიან თვითონ არა მარტო სოციალური პარტნიორები, არამედ საერთაშორისო შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც მოხდება აქ და უფრო მეტი ობიექტურობა, ობიექტურს გახდის უფრო პროცესი. ანუ ეს გვაძლევს გარანტიას ამ შემთხვევაში. რაც კი აქამდე 2006 წლამდე შრომის ინსპექციაში, ქვეყანაში არსებულ შრომის ინსპექციაში მსგავსი ასეთი ფორმატი არ ყოფილა. ვინაიდან სოციალური დიალოგი ესეც ახალი ინსტიტუტია, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზეა და ჩვენ ვგეგმავთ, ასე ვთქვათ, მის უფრო ძლიერ ინსტიტუტად გადაწყვეტას. ზოგადად ძლიერი და სუსტი მხარეები ამ ინსტიტუტს ალბათ გამოჩნდება სამუშაო პროცესში რეალურად და იქნება ალბათ შემდეგ სამუშაო პროცესში შეხვედრები ბიზნესთან და კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალი ხომ არ არის ხელისუფლებას და ბიზნეს შორის
თქვენ რას ხედავთ აქ? მე ის გაურკვევება რაც იყო. იცით რა არის, იმდანად მძიმე არის თვითონ ის წარმოდგენები კორუფციის მასშტაბები, რომელსაც ჰქონდა საბჭოთა პერიოდში. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია მით უფრო მხანგრძლივი არ ქონდეს, ასე ვთქვათ, ამხარძლივი პერიოდის განმავლობაში, როდესაც არ ყოფილა შრომის ინსპექცია და ვიწყებთ ამ პროცესების, ასე ვთქვათ, მართვას და მინიმალური, ასე ვთქვათ, რეგულაციების შემოღებას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნეს სუბიექტები უნდა იყვნენ ჩართულები, როგორც დასაქმებულების წარმომადგენლებთან ერთად და მოხდეს დაბალანსებული პოლიტიკის შემუშავება. დასაკვირველია, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს იგივე ამ კომუნიკაციასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში ერთად ვღებულობთ, ერთობლივად ვღებულობთ მონაწილეობას, როგორც სახელმწიფო, ისე სოციალური პარტნიორები, რომელიც მალე დადებს ამ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს. გავატონოთ ბოლოს უნდა გითხოთ ძალიან მოკლედ მიპასუხოთ, სულ ადამიანური რესურსის მიმართულებით ამდენი შრომის ინსპექტორი დაგჭირდება, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებს. ეს კარგი კითხვაა, ესეც ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას გამომდინარე იქიდან საკუთარი კვოტები და საკუთარი ის გააჩნია. სწორედ ეს არის სოციალური და სამხრივი დიალოგის ფორმატში შესაძახმებელი, რომელიც დამოკიდებულია ინსპექტორის რაოდენობა, დამოკიდებულია საწარმოს რაოდენობაზე, საწარმოების რისკებზე და პირველ რიგში, რასაც ჩვენ გვეგმოთ, ეს არის მაღალი რისკის მქონე საწარმოების. 25 ადამიანი ალბათ გაიზრდება სავარაუდოდ. დასაკვირველი ამიტომაც გადაწყდა რეზერვის ნუსხის დამტკიცება. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მონაწილეობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას.